2013 წელს სულ რამდენიმე თვის განმავლობაში ვიყავი კერძო სადაზღვევო კომპანიის ბენეფიციარი. შემდეგ შემოვიდა საყოველთაო ჯანდაცვის დაზღვევის პროგრამა და ამის გამო შევწყვიტე ხელშეკრულება აღნიშნულ კერძო კომპანიასთან და დავფიქსირდი საყოველთაოს ბაზაში. მაგრამ აღმოჩნდა, რომ მე შემიძლია მესარგებლა მხოლოდ მინიმალური პაკეტით, რაც თითქმის არაფერს არ ნიშნავს. ანუ მე აღმოჩნდი დისკრიმინირებული. მე დამჭირდა სამედიცინო მომსახურება, ქირურგიული ჩარევა, ჯანმრთელობის დაცვის მიზნით და რა თქმა უნდა ვერ ვისარგებლე. გადავიხადე საკუთარი ფინანსები. წამოვიდით საკრებულოებიდან, დავჭირდა მუშევრები. დღესდღეობით ოჯახში სამი წევრი ვართ, მეუღლე მე და ჩემი შვილი. ამჟამად კი 18 წლის, მაგრამ იმ შემთხვევაში იყო მე 11 კლასში და დავჭირდა ასე დაზღვევის გარეშე. როცა მივაკითხე ჯანდაცვის სამინისტროს, გადაგვიყვანეს ალდაგიდან წამოვიღეთ ჩვენი დოკუმენტაცია და გადმოვიტანეთ ჯანდაცვის სამინისტროში, გითხრეს რომ ერთ წელიწადში დაჟე სექტემბრიდან ჩაგვთავდნენ საბაზისოში, მაგრამ ამჟამად ჯერჯერობით გვექნებოდა მცირე პაკეტი. აი 2 წელი გავიდა მას შემდეგ. ისევ იმყოფებით მცირე პაკეტში. ქონდა ჩემი შვილის პრობლემა, ყური ქონდა სიცხიანი იყო, დაუჩიქდა და დაუსივდა და მივიყვანე ექიმთან და გითხრეს რომ ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გასინჯავდნენ ის, იმიტომ იყო 130 ლარი გადასახდელი. ეს 130 ლარი არც ერთი არ მუშაობდა ვეტერანის ოჯახში, ჩემი მეუღლე ვეტერანია. ოჯახში არც ერთი თანამშრომელი, ანუ სამსახურდე შემოსავალი არავის არ ჰქონდა. და ბავშვთან ერთად უნდა გადაგვეხადა გადასახადი, კიდევ შემიძლია გითხრათ რომ სახლი შეიძლება გქონდეს, მაგრამ იმ სახლს იმ წუთში ვერაფერს ვერ უზავ. ამ საკითხის მოგვარება შეიძლება ძალიან მარტივად, საკმარისია მხოლოდ კეთილი ნება, ინიცირება, აი ამ კანონის პროექტის, კანონის მიღება, რომ ჩვენ თავი ვიგრძნოთ, რომ ვართ ამ სახელმწიფოს მოქალაქე. პარლამენტში უნდა დააყენოს საკითხი პოლიტიკურმა პარტიებმაც, ესე რომ არც რაღაც სხვადასხვა საკითხებს აყენებენ, ეს აუცილებელია, ამ ხალხის ინტერესები უგულებელყოფილია, ხალხის ინტერესი არ არის დაცული. ეს ხალხიც 100.000 იქნება 50.000 თუ თუნდაც 20 კაცი, ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან და იმათაც სჭირდებათ დაზღვევა. რახან ქვია საყოველთაო დაზღვევა.